მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ. დღეს ვამზადებთ უგემრიელეს თაფლის საშუბაო ორცხობილებს. ვისაც გაინტერესებთ, დარჩით კატერინას არხზე, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და თან არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ჭირდება ფქვილი 400 გრამი, შაქარი 100 გრამი, თაფლი 150 გრამი, კარაქი 120 გრამი, ხილის ფერადი საწუთნი კანფეტები, 1 ჩაის კოვზი სოდა, 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1/4 ჩაის კოვზი მუსკატი, 1 ცალი კვერცხი, 1 შეკვრა ვანილი, 1 შეკვრა ქოქოსის ფანტელი და 50 გრამი უმი შესქელებული რძე. დაბალ ცეცხლზე გავათბოთ თაფლი და შაქარი. დაველოდოთ სანამ შაქარი გადნება და ბუშტუკებს რომ გაიკეთებს გადმოვდგათ. ჩავამატოთ სოდა და ვურიოთ შეუჩერებლივ 1-2 წუთი. მასა გათეთდება და შესქელდება. შემდეგ ვუმატებთ კარაქს და ვურევთ კარგად, რომ კარაქი ბოლომდე გადნეს. შემდეგ ვახლით კვერცხს და ასევე კარგად ვურევთ. ამის შემდეგ მასა გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში. დავუმატოთ ვანილი, დარიჩინი და მუსკატი. ჩავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი გადავიტანოთ ცელოფანში და 15 წუთი დავასვინოთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გავყოთ ცომი ორ ნაწილად, ერთი ისევ ცელოფანში შევინახოთ, მეორე ნაწილი კი დავტოვოთ სამუშაოდ. ცომი თავიდანვე გავაფრთხილოთ კალკებს შორის, რომ შემდეგ აღება არ გაგვიჭირდეს, რადგან საოცრად ნაზი ცომია. ცომს მივცეთ მართკუთხედის ფორმა. სისქე დავტოვოთ 9 სანტიმეტრზე ცოტა მეტი. ამოვჭრეთ მრგვალი ფორმები. ამ მრგვალი ფორმების შუაგული ამოვჭრათ ვარსკვლავის ფორმით. ფორმები შეგიძლიათ თავადვე შეარჩიოთ.
ზედმეტი ცომები ფრთხილად ავაცალოთ, რომ მორცხობილის ფორმა არ დავაზიანოთ. კალკითვე გადავიტანოთ საცხო ფორმაზე და ამოჭერ შუაგულში მოვათავსოთ ფერადი საწუწნი კანფეტები. ვაცხობთ 200 გრადუსზე 10 წუთი. ძალიან სწრაფად ცხობა, ამიტომ არ გადააცილოთ, რომ მორცხობილები რბილი და გემრიელი გამოვიდეს. დარჩენილი ცომები გავაერთიანოთ და ამოვჭრათ სასურველი ფორმებით. აი ასეთი ორცხობილები გამოცხო, ამოვჭერის სხვადასხვა ფორმებით, საოცარი სურნელი დგას თაფლის და დარიჩინის. ახლა ავიღოთ ომი შესქელებული რძე და მოვხატოთ ორცხობილები. შემდეგი მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი. შესქელებული რძის მაგივრად შეგიძლიათ შაქრის გლაზური გამოიყენოთ. თუ ასეთი ბოთლი არ გაქვთ, შეგიძლიათ ერთჯერად დასაკრემ პარკში მოათავსოთ და ისე მოხატოთ. უგემრიელესი ორცხობილებია ძვირფასო მეგობრებო, თაფლის და დარიჩინის საშობაო სურნელით. მოამზადეთ ბავშვებთან ერთად, გაახარეთ პატარები და მიირთვით გემრიელად. მე კი წინასწარ გილოცავთ და გისურვებთ ყველას ბედნიერ შობა ახალ წელს. დღეისაც კი ამით დაგემშვიდობებით, მომავალ ვიდეომდე. დროებით!